პროევროპული აქციების მონაწილე 26 წლის ანრი კვარაცხელიას, რომელსაც ბრალდება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნაჭყებიას თქმით, მისი გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების სტანდარტია. კვარაცხელიას პროცესს პროევროპული აქციების დროს დაკავებული სხვა დემონსტრანტების დედებიც ესწრებოდნენ. განაჩენის გამოცხადებამდე ანრი კვარაცხელიამ დარბაზში მყოფებს მიმართა და თქვა, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რამდენს მიუსჯიდნენ. სასამართლო პროცესი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დიდი მადლობა, რომ ასე შეწუხდით და ჩემს საქმეზე დადიხართ. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა წლებს მომიშჯით, ბატონო მოსამართლე. იქედან გამომდინარე, რომ მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი. ჩემი საქმე არის შეკერილი, მე ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მე დავებიან და რის გამო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩემ გვერდით გახართ. დედიკოს მიმიხედეთ. იქედან გამომდინარე, რომ ემიგრანტი მყავს. როცა ჩამოვა, დიდი სიყვარულით მომიკითხეთ. კარგად იყავით, მალე შეხვდებით ერთმანეთს. ერთი დიდი ოჯახი ვართ. 26 წლის ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. ის მაშინ 25 წლის იყო. კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მტკიცებით კვარაცხელიამ 1 დეკემბერს აქციაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის კოქტეილი სროლა, რითაც მათ ჯანმრთელობის საფრთხე შეუქმნა. ანრი კვარაცხელიას საქმეში არ არსებობს პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიღო, თუმცა იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი, რომელთაც დაზარალებული სტატუსი ჰქონდათ. სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას პოლიციელებმა თქვეს, რომ მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედრიათ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს. საქმეში სადაც არ არსებობს დაზარალებული, მათ შორის არც ფიზიკურად, არ არსებობს პირი, რომელიც იტყოდა რომ დაზიანდა, სადაც არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულება, არსებობს ერთადერთი გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საწინააღმდეგო დასკვნაც დაცვის მხარემ მოვიპოვეთ და საქმეში ჩავდეთ და დავკითხეთ ექსპერტიზის. საუბარია სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე. მოსამართლემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ერთადერთი გზა, რის საფუძველზეც მოსამართლეს მიმაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანა, იყო გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა. სხვა მოსამართლეს ფაქტობრივად ხელში არაფერი არ აქვს და სხვა ექსპერტიზის დასკვნით და ეს ექსპერტიზა არ არის კერძო ბიურო, რომელიმე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არსებობს საქმეში, სამხარაულის, სადაც დასტურდება, რომ პირი, რომელზეც ბრალდების ხარი ამბობს, რომ არის ანზორ კვარაცხელია, საერთოდ ის კადრი საიდენტიფიკაციოდ არის უვარგისი. შესაბამისად, მოსამართლეს იმ პირობებში, როცა არც ერთი პირდაპირი და არც ერთი ირიბი მტკიცებულება არ აქვს, არანაირი საშუალება და გზა არ ქონდა გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. უნებრივია ჩვენ ჩავიბარებთ გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს და რა თქმა უნდა, არისთან შეთანხმებით გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ანრი კვარაცხელიას განაჩენის გამოცხადების პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელთან მოძრაობას 300-მა ქალმა საპროტესტო პერფორმანსი გამართა. მათი თქმით, ყველა საშუალება უნდა გამოინახოს იმისთვის, რომ უსამართლო სასამართლო უდანაშაულო ადამიანებისთვის წლობით სასჯელის მისჯა და კანონების მიღება ნორმალიზებული არ გახდეს.